ერთი წუთი მომისმენე პოლიციელი თუ ხარ განსაკუთრებით მომისმინე ერთი ამბავი უნდა მოგიყვეს შენზე რომელსაც შენი უფროსები არ მოგიყვებიან არასდროს რა აი თუ გახსოვს იყო ეგეთი პერიოდი საქართველოში 90-იანები ერქვა ხო და მაშინ პოლიციელებს ხალხი ეძახდა ძაღლებს რა იციათო ეძახდა ძაღლებს ზუსტად ისე იქცეოდნენ როგორც დღეს იქცევიან ხო და ამის მერე რეფორმა ჩატარდა პოლიციაში და ძალიან დიდი ენერგია რესურსი და რა ვიცი ძალიან ბევრი მოკლედ საქმე ჩაიდო იმაში რომ როგორმე ეს სახელდება ძაღლები გარდაქმნილიყო პოლიციელად და ნელ-ნელა იმისკენ მიდიოდა ეს ქვეყანა რომ ამას შეხედეთ უბრალოდ რა აი ხამკატას შეხედეთ საცობში აი ესეთი ჩართვაც იყო მოკლედ სად გავჩერდი ხო და ისე მიდიოდა საქმე რომ ნელ-ნელა რეპუტაცია შენდებოდა პოლიციის და მოქალაქეებს ნდობა უჩნდებოდათ და მათ შორის თქვენ რო ხედავდნენ დაცულობის შეგრძნებას უჩნდებოდათ და მე რაღაც გზაგასაყარზე აღმოჩნდით და არჩევანის გაკეთება მოგიწიათ რომ ან გაგეგრძელებინათ საქართველოსთვის მსახური როგორც ეს მანქანებზე გაწერიათ ან რუსი ოლიგარქის ბორინკა ივანიშვილის სამსახურში ჩამდგარიყავით ხო და თქვენ მეორე აირჩიეთ ერთი ესეთი ამბავი მინდა გითხრათ აი წარმოიდგინეთ სიტუაცია ქუჩაში რაღაც ისეთ ამბავს შეემთხვეთ რომ შეესწარით რომ მოკლედ კრიმინალთან კონტაქტი მოგიწიათ შეიარაღებულთან და ისე მოხდა რომ ძალაში გჯობნით აი როგორ გონიათ მოქალაქემ რომ დაინახოს რომ გიჭირთ დაგეხმარებათ თავის თავს ან ჯანმრთელობა საფრთხეში ჩაიგდებს იცი რატო არ ჩაიგდებს იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ თქვენგან წამების და არა ადამიანური მოპყრობის მეტი ამ ბოლო წლებში არაფერი მიუღია და აი ესე ნეიტრალურად გვერდზე ჩაგივლით და ზედაც არ შემოგხედავთ რა რომ იცოდეთ კარგად მინდა რომ გაიაზროთ ეს რომ რაც უფრო მეტ ზრუნავთ მოქალაქეებზე მით უფრო დაცული ხართ სამსახურში და თქვენი სამსახური ნამდვილად არ არის ყველაზე უსაფრთხო მსოფლიოში იმიტომ გიდევთ იარაღი ჯიბეში და იმიტომ ქვიათ სამართალდამცავები ხო და ეს თქვენი არჩევანი იყო იმის მაგივრად რომ დაცულ გარემოში გემუშავათ იმის მაგივრად რომ მოქალაქეს თქვენ როგორც მეგობარი ისე აღიქვით და მისი დამცველი ეხლა აღიქვათ როგორც მტრად და რაც არ უნდა დაგემართოთ და როგორი დახმარებაც არ უნდა დაგჭირდეთ ძალიან ეჭვი მეპარება რომ რომელიმე მოქალაქემ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს თქვენ დასახმარებლად იმიტომ რომ თქვენ პირიქით მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ყოველდღიური მუშაობით საფრთხეში აგდებთ ხო და ამაზე აბა კარგად დაფიქრდით ამას თქვენი უფროსები არ გეტყვიან